გამარჯობათ, ძვირფასო გამომწერებო, ვაგრძელებთ მეოთხე ნაწილს, ტაქსის ისტორიას. პროფესიული საფრთხეები. ტაქსის მძღოლები რისკისა და საფრთხის ქვეშ არიან გაცილებით მაღალი მაჩვენებლით, ვიდრე შეერთებული შტატების შრომის უნარიანი მოსახლეობა, შესაბამისად 740,000-ზე და 37,000-ზე. საფრთხეების შემცირების მიზნით 1990 წლებში ბევრ ტაქსში დამონტაჟდა ტყვია გაუმტარი ტიხრები, ხოლო 21 საუკუნეში ბევრ ტაქსში დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები. სათვალთვალო კამერები უფრო ეფექტური აღმოჩნდა, როდესაც მათ ქალაქები ამონტაჟებენ და არა ტაქსის კომპანიები. ტაქსის მძღოლები ასევე ერთად მუშაობენ ერთმანეთის დასაცავად, როგორც ფიზიკური საფრთხეებისგან, ასევე იმ მგზავრებისგან, რომლებიც უარს ამბობენ გადახდაზე. ასევე ზოგიერთ ქვეყანაში ტაქსის მძღოლების შესახებ ინფორმაციის თანახმად ისინი უფრო სახიფათო მართვის ქცევას იჩენენ. ტაქსის მძღოლების დამოკიდებულება მათი პროფესიის მიმართ, მათ შორის საგზაო ქაოსი, სოციალური პრესტიჟი, ეკონომიკური ზეწოლა და სამუშაო თიკმაყოფილება შეიძლება გავლენას ახდენდეს შემდგომ მართვის ქცევაზე. რეგულაცია. დერეგულაციის მხარდაჭერა. ტაქსების დერეგულაციის მომხრეები შეიძლება ამტკიცებდნენ, რომ დერეგულაცია შემდეგ სარგებელს იწვევს. უფრო დაბალი ფასები, რადგან ბაზარზე მეტი ტაქსი კონკურენციას უწევს. დაბალი საოპერაციო ხარჯები, რაც კონკურენციის სტიმულია. კონკურენცია ხარისხს ზრდის და რეპუტაციის ასამაღლებლად ზეწოლას ახდენს. ახალი ინოვაციები, როგორიცაა საერთო მგზავრობის ბაზრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სპეციალური სერვისები, ახალი ბაზრის ნიშები. ტაქსის მომსახურებაზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხარისხი უმჯობესდება. თუმცა როგორც ჩანს, არსებობს კონსენსუსი, რომ ტაქსის დერეგულირება ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე დამცველებს ჰქონდათ იმედი. შესაძლო მიზეზებს შორისაა დერეგულაციის შესაძლო შედეგების გადაჭარბებული შეფასება და არასაკმარისად საფუძვლიანი დერეგულაცია. ზოგიერთი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ თავად ტაქსის მძღოლების ძლიერი სუბკულტურა, ბოლო ამერიკელი ქოუბოები არაფორმალური რეგულირების საკუთარ ფორმას ქმნის. დერეგულაციის მომხრეებმა შეიძლება განაცხადონ, რომ ტაქსის მომსახურების დონე ყველაზე მეტად ქალაქის უღარიბეს უბნებში იზრდება. ეფექტი ყველაზე მაღალია პიკის საათებსა და ცუდ ამინდში, როდესაც მოთხოვნა ყველაზე მაღალია. დერეგულაციის მომხრეებმა ასევე შეიძლება განაცხადონ, რომ დერეგულირებულ გარემოში შავი ბაზრის ტაქსები ლეგალური ხდება, რაც შესაძლოა მათ პრობლემებს აღმოფხვრის. ქალაქები ზოგავენ ფულს, რადგან მათ არ უწევთ რეგულაციების დაგეგმვა და აღსრულება. თითქმის ყველა დერეგულაციის ქალაქში გაიზარდა ტაქსების რაოდენობა, მძღოლებად მეტი ადამიანი დასაქმდა და დერეგულაციის მომხრეები აცხადებენ, რომ საჭიროებები უკეთ დაკმაყოფილდა. არსებული ტაქსის კომპანიები შესაძლოა ცდილობდნენ პოტენციური ახალი მონაწილეების მიერ კონკურენციის შეზღუდვას. მაგალითად, ნიუ-ჯიორკში ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის მონოპოლიური უპირატესობა 1980-იანი წლების დასაწყისში $590 მილიონი იყო. ქალაქს 1937 წელთან შედარებით 1400 ნაკლები ლიცენზია აქვს. დერეგულაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მთავარი წაგებული მანქანების გარეშე მყოფი ღარიბი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან. ტაქსის მფლობელები ქმნიან ძლიერ ლობისტურ ქსელს, რომელიც მარგინალიზებს მძღოლებსა და ტაქსის მომხმარებლებს. ისინი ასევე უხდიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაქსის რეგულაციების დასაცავად. მარეგულირებლები, როგორც წესი, არ სურთ ტაქსის მფლობელების ლობის წინააღმდეგ აჯანყება. პოლიტიკოსებს არ სურთ, რომ ტაქსის მძღოლებს მათზე უარყოფითი აზრი ჰქონდეთ. ტაქსის დერეგულაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ იმიგრანტები და სხვა ღარიბი უმცირესობები ყველაზე მეტად ტაქსის რეგულაციებით იტანჯებიან, რადგან სამუშაო შედარებით მცირე განათლებას მოითხოვს. რეგულაცია მათთვის ტაქსის ბიზნესში შესვლას განსაკუთრებით ართულებს. ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დიასახლისები და ღარიბი ადამიანები ტაქსებს სხვებზე უფრო ხშირად იყენებენ. მურის და როუზის აზრით უმჯობესია დერეგულაციის პოტენციურ პრობლემებს პირდაპირ მივხედოთ, ვიდრე ტაქსის ლიცენზიების რაოდენობას დავარეგულიროთ. მაგალითად, თუ მარეგულირებლებს უსაფრთხოების გაზრდა სურთ, მათ უნდა მიიღონ უსაფრთხოების კანონები ან გამოაქვეყნონ უსაფრთხო ტაქსის ოპერატორების საჯარო სია. დერეგულაციის მომხრეები ასევე ამტკიცებენ, რომ თუ ოფიციალურ პირებს ფასების რეგულირება სურთ, მათ უნდა სტანდარტიზაცია მოახდინონ ზომების და არა ფასების დაწესების. მაგალითად, მათ შეიძლება მოითხოვან, რომ ნებისმიერი მანძილის ტარიფი დადგინდეს პირველი 1.5 მილისთვის და შემდეგ ყოველი მომდევნო 1.3 მილისთვის, რათა გაადვილდეს სხვადასხვა ტაქსების ფასების შედარება. მათ არ უნდა აკრძალონ მანძილის ტარიფების გარდა სხვა ფასები. დერეგულაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მარეგულირებლებს ბაზარზე მხოლოდ ძალიან შეზღუდული ინფორმაცია აქვთ.
შავ ბაზარზე არსებულ ტაქსებს ხშირად აქვთ პრობლემები უსაფრთხოებასთან, მომხმარებელთა მომსახურების დაბალ დონესთან და ტარიფებთან დაკავშირებით. ეს სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება, რადგან ასეთ ტაქსებში მყოფ მომხმარებლებს არ შეუძლიათ პოლიციაში ან მედიაში ჩივილი. თუმცა ტაქსის დერეგულაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ როდესაც ეს უკანონო ტაქსის ოპერაციები ლეგალიზდება, მათი ქცევა გაუმჯობესდება და ოფიციალურ პირებთან საჩივრების შეტანა ყოფილი უკანონო ტაქსის ოპერაციების შესახებ დაშვებული იქნება. ტაქსის კომპანიები აცხადებენ, რომ დერეგულაციამ შესაძლოა ტაქსის ბაზარი არასტაბილური გახადოს. თუმცა კიჩის, ისააქსონისა და კასპერის მიერ ჩატარებული დერეგულაციის მომხრე ერთი კვლევის თანახმად, წინა არგუმენტი მითია, რადგან ის უგულებელყოფს ამერიკაში 1929 წლამდე არსებულ უფასო ტაქსის კონკურენციას. აეროპორტის ტაქსები, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა. დერეგულაციის ზოგიერთი მომხრე ნაკლებად ეწინააღმდეგება აეროპორტის ტაქსების რეგულირებას, ვიდრე სხვა ტაქსის სერვისების რეგულირებას. ისინი ამტკიცებენ, რომ თუ აეროპორტი არეგულირებს ტაქსების ფასებს თავის რიგში, ასეთ რეგულირებას ნაკლები ნაკლი აქვს, ვიდრე ქალაქის მასშტაბით რეგულირებას. აეროპორტს შეუძლია განსაზღვროს ფასები ან ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა რიგებს სხვადასხვა ხარისხისა და ფასის ტაქსის სერვისებისთვის. შეიძლება ითქვას, აეროპორტის მფლობელის მიერ დადგენილი წესები რეგულირებაა თუ უბრალოდ ბიზნეს მოდელი. ნაწილობრივი დერეგულირება, როგორც წარუმატებლობა. დერეგულაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ნაწილობრივი დერეგულაცია არის მიზეზი იმისა, რომ დერეგულაციის მრავალი შემთხვევა ვერ ხერხდება სასურველი შედეგების მიღწევაში შეერთებული შტატების ქალაქებში. ამერიკაში ბევრმა ქალაქმა შეინარჩუნა ფასებისა და მომსახურების რეგულაციები, ამავდროულად ტაქსის ბიზნესში თავისუფალი შესვლის საშუალებას აძლევდა. დერეგულაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამან ხელი შეუშალა საბაზრო მექანიზმებს საინფორმაციო პრობლემების გადაჭრაში, რადგან ახალ მონაწილეებს უჭირდათ ახალი მომხმარებლების მოზიდვა ახალი სერვისების ან იაფი ფასების გამოყენებით. ასევე ხშირად აკრძალულია მგზავრობის გაზიარება. ხშირად ოფიციალური პირები კრძალავდნენ ფასების დაწესებას, რაც მეჩხერად დასახლებულ რაიონებში მოკლე მგზავრობას მომგებიანს გახდიდა. ამგვარად, მძღოლები უარს ამბობდნენ ასეთი მომხმარებლების მიღებაზე. ამიტომ, ნაწილობრივი დერეგულაცია ყოველთვის არ არის საკმარისი სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დერეგულაცია ძალიან მცირე ტერიტორიაზე იქნა გამოყენებული. ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისიის FTC მიერ ტაქსის რეგულირების შესახებ ანგარიში დაასკვნეს, რომ ტაქსის კომპანიებისა და მანქანების რაოდენობის შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს. ეს შეზღუდვები დაბალი შემოსავლის მქონე პირებზე არაპროპორციულ ტვირთს აყენებს. უმჯობესია არა მომგებიანი ზონებისთვის ანაზღაურება გაიზარდოს, ვიდრე ტაქსები აიძულოთ მოემსახურონ ამ ზონებს. ანგარიშის თანახმად, თავისუფალი შესვლისა და ფასების კონკურენციის გამოცდილება ძირითადად დადებითია. ფასები დაეცა, ლოდინის დრო შემცირდა. უმსხვილესი კომპანიების საბაზრო წილები შემცირდა და საქალაქო საბჭოებმა დრო დაზოგეს ლიცენზირებისა და ტარიფების დადგენისგან. თუმცა აეროპორტებმა ან საკუთარი ფასების ზედაზღვარი უნდა დაადგინონ, ან რიგის სისტემის შეცვლით ფასების კონკურენციის შესაძლებლობა მისცენ. დერეგულაციის წინააღმდეგობა. ტაქსის დერეგულაციის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ დერეგულაცია გამოიწვევს ტაქსის მძღოლების მაღალ ბრუნვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაკლებად კვალიფიციური ტაქსის მძღოლების რაოდენობის ზრდა, არაკეთილსინდისიერი ბიზნეს პრაქტიკა, როგორიცაა ფასების გაზრდა, განსაკუთრებით აეროპორტის მარშრუტებზე და შემოვლითი მარშრუტები და ცუდი მომხმარებელთა მომსახურება. კონექტიკუტის გენერალური ასამბლეის ანგარიში აღნიშნულია, რომ დერეგულაცია ვერ იწვევს ფასების შემცირებას, რადგან ტაქსის მგზავრები, როგორც წესი, არ ადარებენ ფასებს ტაქსის ძებნისას და რომ ტარიფები, როგორც წესი, იზრდება დერეგულაციასთან ერთად, რადგან ტაქსების მიწოდების ზრდამ მძღოლების შემოსავლის პოტენციალის შემცირება გამოიწვია. ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ დერეგულაციამ გამოიწვია ტაქსის მიწოდების მკვეთრი ზრდა, განსაკუთრებით ისედაც გადატვირთულ აეროპორტებში, ტარიფების ზრდა ყველა ქალაქში და ტაქსის მძღოლების მიერ მოკლე მარშრუტებზე უარის თქმის ზრდა. ეს ანგარიში ამტკიცებს, რომ დერეგულაციამ ამერიკის რამდენიმე ქალაქში არასასურველი შედეგები გამოიწვია. სიეტლმა ტაქსების დერეგულაცია 1980 წელს მოახდინა, რამაც გამოიწვია ტაქსების მაღალი მიწოდება, ცვალებადი ტარიფები, ფასების მატება, მოკლე მანძილზე უარის თქმა და მგზავრებისადმი ცუდი მოპყრობა. შედეგად სიეტლმა ხელახლა მოახდინა რეგულაცია 1984 წელს, აღადგინა შეზღუდვა ტაქსის ლიცენზიებსა და ტარიფების კონტროლზე. სენტ-ლუისში დერეგულაციამ ტაქსის ტარიფების 35 ზრდა გამოიწვია და ტაქსის მძღოლები უჩიოდნენ აეროპორტებში ტაქსის გაჩერებებზე მომხმარებლებისთვის საათობით ლოდინს.
ტაქსის კომპანიები აცხადებდნენ, რომ მათ გაზარდეს ტარიფები ტაქსების მიწოდების ზრდით გამოწვეული და კარგული კონკურენციის კომპენსაციის მიზნით. შედეგად სენტ-ლუისის საქალაქო საბჭომ 2002 წელს გააჩერა ახალი ტაქსის ლიცენზიები. 1991 წელს შვედეთში ტაქსების დერეგულირების კვლევამ აჩვენა, რომ ტაქსების მიწოდება გაიზარდა, მაგრამ საშუალო ტარიფებიც თითქმის ყველა შემთხვევაში გაიზარდა. კერძოდ, საათში საშუალო ტარიფი გაიზარდა ყველა მგზავრობისთვის. საშუალო ტარიფები ასევე გაიზარდა მანძილის კილომეტრზე, მიხედვით გამოთვლილი ტარიფებისთვის შესწავლილ თითქმის ყველა კატეგორიაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი ყველა მგზავრობისთვის სამივე ზომის მუნიციპალიტეტში, მცირე, საშუალო და დიდი, და გაიზარდა მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი მგზავრობებისთვის მცირე და დიდ მუნიციპალიტეტებში. ტარიფები შემცირდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი მგზავრობებისთვის საშუალო ზომის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც გამოითვლებოდა კილომეტრზე. დერეგულაციამ ასევე გამოიწვია ტაქსების პროდუქტიულობის და ტაქსის კომპანიების შემოსავლების შემცირება. ამ კვლევამ დაასკვნა, რომ დერეგულაციამ გამოიწვია ტარიფების ზრდა, განსაკუთრებით სოფლად და ავტორები ამტკიცებდნენ, რომ გაზრდილი ტარიფები გამოწვეული იყო დერეგულაციის შემდეგ ტაქსის კომპანიების დაბალი შემოსავლებით. ტაქსის კომპანიები აცხადებენ, რომ დერეგულაცია პრობლემებს გამოიწვევდა, გარკვეულ საათებში ან გარკვეულ ადგილებში ფასებს გაზრდიდა და მომსახურების დონეს შეამცირებდა. მედალიონის სისტემას, როდესაც განისაზღვრება როგორც ზოგიერთი ექსპერტი იცავდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მედალიონის სისტემა ბრენდირებული კაპიტალური აქტივის მსგავსია და მომსახურების ხარისხს უზრუნველყოფს, რადგან ხარისხიანი მომსახურება მგზავრების რაოდენობის ზრდას იწვევს, რითაც იზრდება მედალიონის ფლობის ღირებულება. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალი მედალიონების გამოშვება შეამცირებს მედალიონის ღირებულებას და შესაბამისად, მედალიონის მფლობელისთვის სტიმულს უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურება ან დაიცვას ქალაქის რეგულაციები. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ მედალიონი შეიძლება უფრო სასურველი იყოს რეგულირების ალტერნატიულ სისტემებთან შედარებით, მაგალითად ჯარიმების, სავალდებულო ობლიგაციები ამ ობლიგაციებზე პროცენტის გადახდის დაყადაღებით დარღვევებისთვის. ან ყველა პოტენციური ტაქსის ლიცენზირება ამ ლიცენზიის გაუქმებით დარღვევებისთვის, რადგან ჯარიმების შეგროვება რთულია, ლიცენზიის გაუქმება შეიძლება არ იყოს საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი მომგებიანი დარღვევებისთვის, როგორიცაა ფასების მოტყუება, და რადგან ობლიგაციების პროცენტის გადახდაზე ჯარიმების გამოყენება მარეგულირებლებს სტიმულს აძლევს დააწესონ ჯარიმების შემოსავლის ასაღებად და არალეგიტიმური დარღვევებისთვის. მედალიონები არ გამოიმუშავებენ პროცენტს და შესაბამისად, მარეგულირებლების მიერ პროცენტის შეუსაბამო დაყადაღება შეუძლებელია. დერეგულაციის შედეგები კონკრეტულ ადგილებში. ტაქსის დერეგულაციის შედეგები კონკრეტულ ქალაქებში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამერიკის 9 ქალაქში ტაქსის დერეგულირების კვლევამ აჩვენა, რომ ტაქსის კომპანიების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მსხვილი მოქმედი კომპანიები კვლავ დომინირებდნენ 9 ქალაქიდან ერთის გარდა. ტაქსის ფასები რეალურად არ დაცემულა, მაგრამ გაიზარდა ყველა შესწავლილ ქალაქში. ბრუნვა კონცენტრირებული იყო მცირე ოპერატორებში, როგორც წესი ერთტაქსიანი ოპერატორები. მცირე ბრუნვა მოხდა საშუალო და დიდ ახალ ფირმებში და დერეგულირების შემდეგ დიდი მოქმედი ფირმების მხრიდან გასვლა არ მომხდარა. პროდუქტიულობა შემცირდა მინიმუმ 1/3-ით 4 ქალაქში, რომელთა შესახებაც საკმარისი მონაცემები იყო მოპოვებული. ავტორები ამტკიცებდნენ, რომ პროდუქტიულობის ამ მასშტაბის შემცირებას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოაქვს ტაქსის მძღოლებისთვის, რადგან ინდუსტრია გადადის დასაქმებული მძღოლებიდან იჯარით აღებულ მძღოლებზე და იწვევს საშუალო ტაქსის მძღოლის შემოსავლის შემცირებას. მომსახურების ინოვაცია არ განხორციელებულა დერეგულირებულ ქალაქებში, რადგან ტაქსის ოპერატორებს ეჩვიეპარებოდათ, რომ ასეთი ინოვაციები, განსაკუთრებით ერთობლივი მგზავრობის სერვისი, გამართლებული იქნებოდა მოთხოვნით და რადგან ოპერატორები თვლიდნენ, რომ ეს გამოიწვევდა შემოსავლის წმინდა შემცირებას. მეოთხე ნაწილის დასასრული, ამით დასრულდა ტაქსის წარმოშობის ისტორია დღევანდელ დღემდე. მადლობა ასეთი გულდასმით მოსმენისთვის, და ეშრომა დაფასებული ყოფილიყოს და ღირსეული მოქალაქე ყოფილიყოს ყველა, მთელ მსოფლიოში.